დიახ, ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით დღეს სასამართლო პროცესი ჩატარდება, თუმცა მანამდე დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორი კვლავ ყურადღების ცენტრში არის, რადგან აქ დღეს დილიდან ერთმანეთის მიყოლებით მოდიან ადვოკატები იმისთვის, რომ აიღონ საქმის მასალები და ნახონ ბრალდება რაზე არის დაფუძნებული, რომელიც წარუდგინა ძალოვანმა უწყებამ სწორედ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის ყოლობის საქმეზე დაკავებულებს. სულ ცოტა ხნით ჩვენ გქონდა შესაძლებლობა ბრალდებულ გიორგი კაჭკაჭიშვილის ადვოკატს გავსაუბრებოდით და შეიძლება ითქვას, რომ პირველების ეთერით ახლა მაყურებელი პირველად მოისმენს ბრალდებული კაჭკაჭიშვილის პოზიციას ამ საქმესთან დაკავშირებით, როგორც უფლებადამცველი გვეუბნება, დაკავებულის მდგომარეობა არის საკმაოდ რთული, ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ამიტომ ის ჯერჯერობით თავს იკავებს, რომ პოზიცია დააფიქსიროს ბრალდების საქმესთან დაკავშირებით, არც დუმილის უფლებას იყენებს, თუმცა არაპირებს, რომ ისაუბრობს ჯერჯერობით ამ საქმესთან დაკავშირებით, ნაცნობობასთან დაკავშირებით დაისვა ბუნებრივია კითხვები სხვა დაკავებულებთან დაკავშირებით, ადვოკატი არაზუსტებს, ვისთან ქონდა ნაცნობ მეგობრული ურთიერთობა კაჭკაჭიშვილს და ვისთან არა, თუმცა ამბობს, რომ საქმეში არ არსებობს არანაირი პირდაპირ მტკიცებულება კაჭკაჭიშვილის ბრალის დამადასტურებელი. ამ ეტაპზე, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი არის ის, რომ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავებიან კაჭკაჭიშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ბრალდებასთან მიმართებაში კონკრეტულ პოზიციას ვერ აყალიბებს, იმიტომ რომ სტრესშია, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ამის საშუალებას დღის მდგომარეობით არ იძლევა. ძალიან მნიშვნელოვანია პროკურატურის მიერ გაცხადებული, მე ძალიან ყურადღებით გავეცანი მათ პოზიციას და შტაბ-ეჭვლებად დამრჩა, რომ მოვლენებს, ვითარებას და გარემოებებს ძალიან წინ უსწრებს ბრალდების მხარე. ამაზე შეიძლება უამრავი მიზეზი არსებობდეს და ამ მიზეზების დასახელებისგან მე შეგნებულად თავს შევიკავებ, მაგრამ მაშინ, როდესაც ნებისმიერ ცივილურ ქვეყანაში არსებობს კონკრეტული სტანდარტი, რომელსაც სავალდებულოდ ყველა მხარე ამ შემთხვევაში, როგორც დაცვის მხარე, ისე ბრალდების მხარე უნდა დაემორჩილოს, რბილად რომ ვთქვათ, მიმაჩნია, რომ გაცდა იმ მინიმალურ სტანდარტს, მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ქვია და ეს ლოგიკისგან თავს შევიკავებ კონკრეტულად ვისთან რა ვითარებაში და რა დამოკიდებულება გააჩნდა, მაგრამ თბილისში, რომელიც არც თუ ისე დიდი ქალაქი არა, შემთხვევლობა ახალგაზრდებს, უმეტეს ერთი თაობის ხალხს ხშირად აქვთ ხოლმე და მაგრამ გარკვეულ პირებთან დაკავშირებით შესაძლო თუნდაც ნაცნობური შემთხვევება რომ ქონოდა, ამაში ვერაფერს განსაკუთრებით თავს შევიკავებ კონკრეტულ პირის დასახელებისგან. გიორგი კაჭკაჭიშვილთან ერთად დღეს სასამართლო პროცესი ელოდება გიორგი მიქაძე და მამუკა ბაღდავაძე, მათაც წარუდგინეს გვიან ღამით გუშინ ბრალდება. ამ წუთებში მათი ადვოკატები შესულები არიან დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში და ელოდებიან სწორედ რომ საქმის მასალები მათ გადაეცემა. ბრალთან დაკავშირებით საუბრობენ უფლებადამცველები, ამბობენ რომ საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ბრალის დამადასტურებელი, მათთვის მოულოდნელი იყო ის განცხადებები, რომელიც მთავარმა საგამოძიებო უწყებამ გააკეთა და მეტიც უფლებადამცველები ამბობენ, რომ პროკურორები ახლა მათ უფლებამოცილებას ცდებიან, რადგან საქმეში არ არსებობს არანაირი მამხილებელი მასალები და ასე ადანაშაულებენ სწორედ ბრალდებულებს. ადვოკატების ნაწილი დღეს სასამართლოში აღკვეთ ღონისძიებად გირაოს შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, რადგან ამბობენ, რომ საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რაც შეეხება დუმილის უფლებას იყენებენ თუ არა სხვა ბრალდებულები. ამ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით პოზიცია ცნობილი არ არის, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 5 ადამიანი მისცეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე პასუხისგებაში ძალოვანი უწყების წარმომადგენლებიდან, მათგან 3 დაკავებულია, 2 არ იმყოფება საქართველოში, საუბარი არის დავით მიქაძეზე და გიორგი ჯოხაძეზე. აპირებენ თუ არა ისინი საქართველოში დაბრუნებას, ამ კითხვაზე პასუხს ადვოკატები არცემენ, თუმცა ცნობილი არის ის, რომ საგამოძიებო უწყება აპირებს, რომ უახლოეს პერიოდში ორივე ბრალდებულის მიმართ ძებნა გამოაცხადოს. ბრალდების დადგენილების მიხედვით, როგორც გიორგი მიქაძეს, ასევე დავით მიქაძეს წარედგინათ ბრალდება, რომელიც გათვალისწინებულია სასამართლოს კოდექსის 25-119 მუხლით, ასე ვთქვათ, ადამიანურ ენაზე რო გავმარტოთ,
ეს შეეხება განზრახ-მკვლელობის ორგანიზებას მოცემულ შემთხვევაში, როგორც გიორგი მიქაძის, ასევე დავით მიქაძის შემთხვევაში, რაიმე პირდაპირ მტკიცებულებას ჩვენი აზრით და ჩვენი ინფორმაციით სახლის მასალებში ასეთი პირდაპირ მტკიცებულება არ უნდა იყოს რა. მე შორსა ვარ იმ აზრისგან, რომ დავით მიქაძე ამ შემთხვევაში და სხვა შემთხვევაშიც რაიმეს გაურბის და ემალება, მე ჩემი აზრით წარმოდგენაც არ ექნებოდა და არ შეიძლება მას ქონოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდება შეიძლება წარდგენოდა ასეთი მუხლით და ამ საქმესთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მოკლე ხანში ის გამოძიებასთან გამოძიების წინაშე წარსდგება და დაადასტურებს და დაამტკიცებს იმ სიმართლეს, რომელიც მოცემულ საქმეში გააჩნია. წარუდგინეს გიორგი ჯოხაძის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25-119 მუხლით, ასევე 256 მუხლით, რაც თავისთავში მოიაზრებს განზრახ მკვლელობის დაორგანიზებას ჯგუფურად, ასევე იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ჯგუფურად, რომელიც ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე უღადო თავისუფლების აღკვეთას. გიორგი ჯოხაძე ბრალს რა თქმა უნდა არ აღიარებს და მივიჩნევთ, რომ ეს ბრალი არის აბსურდული და რაც შეეხება თანამშრომლობას, ის რომ ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას, როდესაც დაბრუნდება იგი საქართველოში, მხოლოდ მაშინ მოხდება მისი გამოცხადება საგამოძიებო ორგანოში. ხომ არ არის ცნობილი როდის დაბრუნდება საქართველოში? არ არის ცნობილი როდის დაბრუნდება. ბრალდების დადგენილებაში წერია ისეთი რაღაც, თითქოს და გელა უძილაური ამ წლის 16 მარტს იყო მისული მამუკა ბაღდავაძის ავტონაწილების საწყობთან, როდესაც მამუკა ბაღდავაძე არ იყო. თუ არ იყო შესაბამისად, მას ვერ ეცოდინებოდა გელა უძილაურის ადგილსამყოფელის შესახებ და ასევე მეორე ეპიზოდია, როდესაც ებობს ვიდეო ჩანაწერი, როდესაც მამუკა ბაღდავაძე ატრიალებს მანქანას და შემდგომ გელა უძილაური გამოდის. 100 მეტრიანი დერეფანია დაახლოებით და მარჯვენა მხარეს არის მამუკა ბაღდავაძის საწყობი. სულ რო იქ ყოფილიყო გელა უძილაური იმ დროისათვის, ფიზიკურად მამუკა ბაღდავაძისთვის შეუძლებელი იქნებოდა აღნიშნულის დანახვა. ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ ფაზაში მას შემდეგ გადავიდა, რაც ამ საქმის პროკურორი შეიცვალა. ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ შესაძლოა უახლოეს პერიოდში დამნაშავეთა წრე გაფართოვდეს და საზოგადოებისთვის უფრო მეტი დეტალი გახდეს ცნობილი ამ ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით. ახლა მთავარი კითხვა არის, მივა თუ არა გამოძიება ოთარ ფარცხალაძემდე, რადგან FSB-სთან კავშირში მყოფი პირი არის ის ადამიანი, რომელსაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა სწორედ ძმებ მიქაძეებთან. შესაბამისად, საჯარო წყაროების მიხედვით ოთარ ფარცხალაძისთვის მთავარი დასაყრდენი საქართველოში ახლა სწორედ ძმები მიქაძეები იყვნენ. ისინი უმძიმეს ბრალდებაში არიან მხილებული, როგორც პროკურატურა აცხადებს, ძმები მიქაძეები არიან ადამიანები, რომლებსაც ბიზნეს ინტერესების გამო ჰქონდათ დავა ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძესთან, რის გამოც მათ შეუკვეთეს და დაუკვეთეს ჯანგველაძის მკვლელობა, დაუკავშირდნენ გიორგი ჯოხაძეს. გიორგი ჯოხაძემ თავის მხრივ კი დანაშაული დააორგანიზა. ჯოხაძეს ჰქონდა კომუნიკაცია მისი დაცვის სამსახურის თანამშრომელთან გელა უძილაურთან, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა კილერის სტატუსით იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში და სასჯელს სწორედ ჯანგველაძის მკვლელობის გამოიხდის. ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს სწორედ საგამოძიებო მოქმედებები. როგორც გამოძიება აცხადებს, გიორგი კაჭკაჭიშვილი იყო ადამიანი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი უკანონოდ შეიძინა, შეინახა, შემდეგ გადასცა კილერს იმისთვის, რომ სისრულეში მოეყვანა განზრახვა. რაც შეეხება მამუკა ბაღდავაძეს, კიდევ ერთ დაკავებულს მას ედავებიან სრულჩვენების მიცემას და დანაშაულის დამალვას. ბრალდება არის საკმაოდ მძიმე ყველა დაკავებულთან დაკავშირებით. მიქაძეებსა და ჯოხაძეს 20 წლამდე უვადო პატიმრობა ემუქრებათ, გიორგი კაჭკაჭიშვილს 11 წლამდე პატიმრობა, მამუკა ბაღდავაძეს კი 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის გამოიკითხა ათეულობით მოწმე, ამოღებული ათეულობით საათის საათვალთვალო კამერის ჩანაწერები, დანიშნული ექსპერტიზები, ჩატარებულია მობილური ტელეფონების და მათი მომსახური ანძების ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება. ამოღებული არაერთი ნივთიერი მტკიცებულება. ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ-მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს 2025 წლის 11 აგვისტოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა 3 კვირი გმ, გკ და მბ დააკავეს. ბრალდებულებს ძმებ გმ-ს და დმ-ს და გჯ-ს
ბრალდება შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახე და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. GK-ს ბრალდება ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართსაწინააღმდეგოდ შეძენა შენახვის ფაქტზე წარედგინა, რაც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო MB-ს ბრალდება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე წარედგინა, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ორ ბრალდებულზე გამოცხადდება ძებნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. მას შესაძლოა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი ჩატარდება. ბრალდებულები ახლა ამ იზოლატორში ელოდებიან სასამართლოს ხდომის ჩანიშვნას. აღკვეთ ღონისძიებაზე უნდა იმსჯელოს სასამართლომ. ცნობილი არის, რომ პროკურატურა ყველა დაკავებულის მიმართ პატიმრობას მოითხოვს. ადვოკატები კი აღკვეთ ღონისძიებად გირაოს შუამდგომობით მიმართავენ სასამართლოს. დღეს საინტერესო სასამართლოს ხდომა იქნება, ჯერჯერობით უცნობია იუსტიციის საბჭომ მისცემს თუ არა უფლებას რომელიმე მედია საშუალებას, რომ ეს ხმაურიანი საქმე გააშუქონ და საზოგადოებას კონდეს შესაძლებლობა, რომ მოусმინოს განსასჯელის სკამზე მჯდომი ადამიანებს, რომლებიც ძალიან მძიმე ბრალდებაში არიან მხილებული და ასევე ჩვენთვის უცნობია ამ ხმაურიან საქმესთან დაკავშირებით დღეს დაარღვეს თუ არა მთაწმინდის საძმოს ერთ-ერთი მთავარი წევრი დუმილს გიორგი მიქაძეზე არის საუბარი, სწორედ ის არის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი ამ საქმეს.